ჩვენ საზოგადოებაში არის არაერთი მოქალაქე, ბევრი მოქალაქე, ათეულ ათასობით მოქალაქე ხაზგასმით ვამბობ ამას, ანუ არა ცოტა 3, 4, 5, არამედ რამდენიმე ათასი, რამდენიმე ათეული ათასი, ვინც დღემდე სწრახავს პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინას იმის გამო, რომ მან პრეზიდენტმა ზელენსკიმ ან მთლიანად უკრაინამ წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს და აგე უკვე მეოთხე წელიწადი მიიწურება მალე 24 თებერვალს, სწორედ 4 წელიწადი გავა, უწევს გააფთრებულ წინააღმდეგობას რუსეთის ჯოჯოხეთურ იმპერიას, რომელსაც სურს ეგრამაგის პასუხია და კვლავ გავიმეორებ ამას, სურს მთელი უკრაინა, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, უკრაინის სახელმწიფოს დედაქალაქში, უკრაინაში, კიევში მისი მომხრე მთავრობის დასმა და ამის გამო ეწინააღმდეგება უკრაინა რუსეთის ჯოჯოხეთურ იმპერიას, მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ათეულ ათასობით მოქალაქეა, ვინც ამბობს, რომ 24 თებერვალამდე რუსეთისთვის უკრაინას უნდა დაეთმოს, ზელენსკის უნდა დაეთმო და რომ არ დათმო, სწორედ ამის გამო ხდება ის, რაც ხდება დღეს უკრაინაში მეორე მსოფლიო ომის ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ დიდ სამამულო ომს, გრძელდებოდა არასრული 4 წელიწადი და დღეთა რაოდენობით, დღეთა ხანგრძლივობით კი არა, ხანგრძლივობით გადააჭარბა რუსეთ-უკრაინის იმ ომმა, რომელიც 7 დღეში უნდა დასრულებულიყო SVO-ს ფარგლებში რუსეთის ავადმყოფი ხელისუფლების და ავადმყოფი ხელისუფლების ავადმყოფი ლიდერის პრეზიდენტ პუტინის წარმოდგენით. ჩვენ საზოგადოებაში აკითხარით, არსებობენ მოქალაქეები მეტწილად რაც საკვირველია ქართული ოცნების პროპაგანდისტური რუსული მესიჯებით გაჯერებულები ტვინ გამორეცხილები, რომლებიც ამბობენ, რომ ზელენსკი არის ესეთი საშინელი, მან გასწირა უკრაინის საზოგადოება, უკრაინის სახელმწიფო თითქოს რომ დაეთმო იმ ხანად, ანუ ხელი არ შეებრუნებინა უკრაინას რუსეთისათვის, თითქოს რუსეთი გაჩერდებოდა და მხოლოდ დონბასით დაგვაყოფილდებოდა, ზაპოროჟიეს და ხერსონს არ დაიპყრობდა, ნაწილობრივ აქვს დაპყრობილი, დნეპროპეტროვსკისკენ არ წავიდოდა, ხარკოვი არ მოუნდებოდა, კიევი არ მოუნდებოდა და ასე შემდეგ. სხვანაირად თქვა თქვენის ნებართვით. ისი თქვენ დღეს რად არის გაჭედილი, რა სტადიაზეა? დღეს გაჭედილი ფორმალურად რაც ხდება, იმაზე ვისაუბროთ. რუსეთი ითხოვს, რომ დონბასის ის ნაწილი, რომელსაც ვერ აკონტროლებს დაახლოებით 25, 27, 30%, უკრაინამ ხონჩით, აი, ეხლა მე მაქვს რაღაც ტკბილეული ხელში, ხო? ხონჩით კამფეტივით მისცეს, აჩუქოს, გადაულოცოს რუსეთს. უკრაინა ამაზე თანახმა არ არის, იმიტომ რომ ის არის ძალიან გამაგრებული სივრცეები, ტერიტორიები, სოფლები, ქალაქები და ასე შემდეგ და აქ შესანიშნავად იცის უკრაინამ, რომ როგორც კი ამას დაიკავებს რუსეთის ფედერაცია, ხისირად ის გამაგრდება სწორედ ამ ტერიტორიაზე, მერე შეწყდება ცეცხლი, რუსეთი მოფერიანდება და უკვე გარკვეული პერიოდის შემდეგ 6 თვეში, 8 თვეში, 12 თვეში თუ 18 თვეში შეუტევს ხარკოვს, დნეპროპეტროვსკს, ვინიცის და ოდესას, სხვა უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს, იმიტომ რუსეთი მუცელა მოუყურავი ქვეყანაა. ყველა სიტყვას მე ახლა ზედმიწევნით ზუსტად მეცნები კია, რომ ზედმიწევნით ყველა სიტყვა წარმოთქვა, ყველა წინადადება წარმოთქვა ზედმიწევნით ზუსტად, რომ იქნება და ქართული ოცნების იმ მომხრეებში, რომლებიც უჯერებენ ქართულ ოცნებას, ანუ რუსეთს, მათ ნაწილს მაინც შევაცვლებინო, აზრი წარმოვიდგინოთ, რომ რუსეთს დაკავებული აქვს აფხაზეთი, რაც დაკავებული აქვს აფხაზეთი და აფხაზეთს დავარქვა თქვენის ნებართვით, რადგან ზღვისპირეთია, მაგალითად ყირიმთან გავავლოთ პარალელი თუ ყირიმი იყოს მისი ანალოგი და დაპყრობილი აქვს თქვა ცხინვალის რეგიონი, რაც დაპყრობილი აქვს სამხრეთ ოსეთს, რომ უწოდებთ ხოლმე არასწორად და ამ სამხრეთ ოსეთს კი ავარქვათ ჩვენ მაგალითად დონბასი ან ლუხანსკის ან დონეცკის ოლქი ერთი წამით ესე წარმოვიდგინოთ და რუსეთი რომელიღაც ეტაპზე ჩვენ გვეუბნება, რომ იცით რა არის, დამითმეთ ნებით გადით გურიიდან, მაგალითად ლანჩხუთიდან, მაგალითად ოზურგეთიდან და ამ შემთხვევაში ჩვენ დავამყაროთ უკვე საქმიანი და დიპლომატიური ურთიერთობები, ჩვენ გაღიარებთ როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს, ოღონდ გურიასაც მივისაკუთრებ. გურიაც იქნება ზუსტად ისეთივე ოკუპირებული, როგორც არის აფხაზეთი, ან როგორც არის ცხინვალის რეგიონი.
თუ ჩვენ ძალა გვაქვს, აი ეს ხაზგასმით მინდა ვთქვა, თუ ჩვენ ძალა გვაქვს რომ უკუვაგდოთ მტერი და ოზურგეთიდან თუ ლანჩხუთიდან გავაგდოთ, ყოველ შემთხვევაში არ შემოუშვათ ოზურგეთსა და ლანჩხუთში ჩვენ ქართული ოცნების მომხრეებს, ბიზნე ივანიშვილის მომხრეებს მიმართავ, რა უნდა ვქნათ? ხაზგასმით ვამბობ, თუ ჩვენ ყოფნის შეიარაღება, ყოფნის მეტნაკლებად ადამიანური რესურსი, ანუ შეიარაღებული ძალები გვყავს, გაწვრთნილები, თუ ჩვენ ზურგს უკან არის ევროპული სახელმწიფოები, განსაკუთრებით შეერთებული შტატები, დასავლეთის ზოგადად, ამ შემთხვევაში პატარა პაწაწკინტელა ოზურგეთსა და ჩვენი მასშტაბებით მნიშვნელოვან ლანჩხუთს, ან მთლიანად გურიას. ვუთმობთ თუ არა ჩვენ უნდა დავუთმოთ თუ არა რუსეთის ფედერაციას. ამ კითხვაზე ყველას მეტნაკლებად ვინც პატიოსანია, აქვს წესიერი ან სწორი პასუხი. უკლებლივ ყველა ქართული ოცნების მომხრეც კი, აი ირაკლი კობახიძესთან რო გქონდეს ამის შესაძლებლობა, ირაკლი კობახიძე არა თუ მომხრე, არამედ ლიდერია ერთ-ერთი ქართული ოცნებისა, რომ გკითხო ირაკლი კობახიძეს ალბათ ვერ გაბედავს და ვერ გვეთქვის რომ გურია უნდა დათმოს საქართველოს რუსეთის მუქარის ან რუსეთის ინტერვენციის ცდილობის შემთხვევაში. თუ ჩვენ კვლავ ვიმეორებ ჩვენ შეიარაღებულ ძალებს დასავლეთის მხარდაჭერით აქვს შესაძლებლობა რომ გაამაგროს ოზურგეთი, ლანჩხუთი თუ ჩოხატაური თუ რომელიმე სივრცე, რომელიმე მნიშვნელოვანი ქალაქი გურიის რეგიონისა ან მთლიანად ჩვენი ქვეყნისა. ირაკლი კობახიძეც კი ვერ გვეთყვის, ასე ვერ მოგვახლის პირში რომ რუსეთს უნდა დაუთმოს, მიუხედავად იმისა რომ ირაკლი კობახიძე რაც საკვირველია მეორე რუსია ბიზნე ივანიშვილის შემდეგ, ან ბიზნე ივანიშვილისა და მისი ოჯახის შემდეგ, კობახიძეების ოჯახი, ასე ვიტყვი, მეორე რუსები არიან, კიდევ ყავს ჩვენ ათეულობით რუსი, ქართულგვარიანი რუსი, კობახიძე ერთ-ერთია, პაპუაშვილი არის მესამეა თუ მეოთხე, მდინარაძე მეოთხე თუ მეხუთე, სხვები და სხვები რასაკვირველია. და აგრეთვე ქართულ ოცნებასთან მიტმასნებულები, რომლებმაც თვითლუსტრირება მოახდინეს ბოლო 3-4 წლის განმავლობაში. რას გვეტყვით თქვენ ქართული ოცნების მომხრეებო, იმ ადამიანებს ვიმართავ, იმ მაყურებელს ვიმართავ, რომელმაც შეიძლება შემოისერდოს ჩემ YouTube გვერდზე და დააკვირდეს კონკრეტულად ამ ვიდეო ბლოგს. თქვენ რას გვიპასუხებთ? უნდა დავუთმოთ თუ არა რუსეთს გურია? იმ შემთხვევაში თუ რუსეთი ძალიან ძლევამოსილი სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს რამუნარი, რომ მას წინააღმდეგობა გაუწიოთ და უკლებლივ ყველა თქვენგანი თუ არა, ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ არა, თუ ჩვენ წინააღმდეგობის გაწევა შეგვიძლია, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა ჩვენში და ნამდვილად იქნება მსხვერპლი ჩვენ შეიარაღებულ ძალებშიც და შესაძლოა სამოქალაქო პირებშიც, ჩვენ არას დიდებით არ უნდა გავატანოთ გურია, ჩოხატაური და ოზურგეთი, არ უნდა გავატანოთ ლანჩხუთი, ჩოხატაური და ოზურგეთი, არ უნდა გავატანოთ რუსეთს. 90-იანებში რატო ვიომეთ? ჩვენ 90-იანებში 14 აგვისტოს 92 წლისა დაიწყო ომი. ჩვენი ბრალიც იყო ეს ყველაფერი, უბრალოდ ქართულგვარიანი, იმჟამინდელი ქართულგვარიანი რუსებისა. კიტოვანისა, სხვებისა და სხვებისა, რომლებმაც აბსოლუტურად რუსული თამაში ითამაშეს, მაგრამ რუსებმა ჩაგვითრიეს ამ ომში, პროვოკაცია მოგვიწყეს, იმიტომ რომ მერე წაერთვიათ, აეხიათ ჩვენთვის აფხაზეთი, მაგრამ რატო ვიომეთ? რატომ დაიღუპა ამდენი და ამდენი დაახლოებით 10,000 ქართველი, როგორც სამოქალაქო პირი, ისე სამხედრო, ცუდი სამხედროები, არა გაწვრთნილები, მაგრამ გულანთებული ბიჭები, უმრავლეს შემთხვევაში ადგილობრივები აგრეთვე. რატომ დაიღუპნენ? რატომ ვუწევდით 13 თვისა და 13 დღის განმავლობაში რუსეთის წინააღმდეგობას? იმიტომ რომ შესანიშნავად ვიცოდით და ასე დაიბადა ჩვენი ჰეროიკული ბრძოლა, ჰეროიკული ბრძოლის მაგალითები 90-იანი წლების დასაწყისში რუსეთის წინააღმდეგ, შესანიშნავად ვიცოდით, რომ რუსეთი ჩვენი მთლიანად ქვეყნის დაპყრობას და მოხელთებას, მოიღლიავებას აპირებდა, რაც მოახერხა კიდეც ნაწილობრივ მაინც ქვეყნის ნებართვით, ასე ვიტყვი, მერე კი დავუსხლტით გარკვეული პერიოდის შემდეგ, მაგრამ იმხანად 90-იანებში ძალიან დაგვანგრია, მაგრამ ჩვენ მას წინააღმდეგობა გაუწიეთ, 10,000 კაცი კი ძალიან ბევრია ჩვენს მასშტაბებში, ვინც დაგვეღუპა, უნდა დაგვეთმო. თქვენ მოგმართავთ ქართული ოცნების მომხრეებს. უნდა დაგვეთმო თუ არა 2008-ში, როდესაც რუსეთი თუნდაც მიხეილ სააკაშვილის, ესე არ იყო, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის არასწორი რიტორიკის ან პროვოკაციების, როგორც თქვენი და თქვენი წულუკიანი ამბობთ ხოლმე და ოფიციალური ჭყალებში დასკვნაც არსებობს ამასთან დაკავშირებით წულუკიანის ხალატის კომისიისა. თუნდაც მიხეილ სააკაშვილის გამოისობით თუ ბრალით, რომ შემოსულიყო და შემოვიდა რუსეთი ფაქტია. ჩვენ უნდა დაგვეთმო თუ არა 2008 წელს. უნდა ის რამდენიმე
ათეულია არასრული 200-ეული პირი რომ დაგვეყופה 2008-ში უნდა დაღუპულიყო ძალიან რთული სათქმელია უნდა დაღუპულიყო უნდა ებრძოლათ თუ არა მათ საქართველოს თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა უნდა გაეწიათ თუ არა რუსეთისთვის თუ გაგავიწყდათ რომ გორში იყვნენ ჩამოსულები თუ დაგავიწყდათ რომ გორს რომ გამოცდები იგოეთში იდგნენ თუ დაგავიწყდათ რომ თბილისის მისადგომებთან იყვნენ თუ დაგავიწყდათ რომ თბილისის თავზე რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავები დაფრინავდნენ ანუ მათ უნდათ რეჟიმ ჩეინჯი ჩვენთან საქართველოში და ანუ მათ მთლიანად საქართველოში უნდათ თბილისის აღება რბილად თბილად თკბილად კი არა სწორედაც რომ ძალით და მე საკუთარი პირის დასმა დედაქალაქში უმაღლეს მართველად პრემიერ-მინისტრად დროებით მართველად პრეზიდენტად მეფის ვასალად პუტინის ვასალად თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ახლა მე დაუბრუნდები იმ კითხვას რა უნდა ეკნა ზელენსკის 2022 წლის 24 თებერვლამდე დაეთმო ეთქვა რომ ოკეი შენია დონბასი და დაეთმო და ეპატიებინა ისაც მოხდა ასე მაგალითად კიევში და განსაკუთრებით ბუჩაში უნდა ეთქვა რომ რაღაცა ამას ჩადიხართ უარესი არ ჩაიდინოთ და ჩვენ გითმობთ ბუჩასაც კი თუ მარტო დონბასი უნდა და ეგ რა მაგის პასუხია კიევს რატო უტევდა ბუჩას რატო უტევდა ირპენს რატო უტევდა ხარკოვს რატო უტევდა და ასე შემდეგ სუმის რატო უტევდა და ასე შემდეგ რა საკვირველია რუსეთს უნდა და უნდა მთლიანად უკრაინა ისევე როგორც უნდა და უნდა მთლიანად საქართველო და უბრძოლველად საქართველოს დათმობა ანუ უბრძოლველად უკრაინის დათმობა ანუ შენი სუვერენიტეტის ჩაბარება ხონჩით მისმევა მთელი შენი ქვეყნისა რუსეთის ჯოჯოხეთური იმპერიისათვის რა წესი იქნებოდა რა დენად სწორი იქნებოდა ისტორიის წინაშე აი მომავალი თაობების წინაშე რამდენად მართალი იქნებოდა ზელენსკის მთავრობა რა საკვირველია არც მისი პერიოდის გენერაციის მისი დროინდელი უკრაინის წინაშე არც მომავალი უკრაინის წინაშე და არც უკრაინის ისტორიის წინაშე პრეზიდენტი ზელენსკი არ იქნებოდა მართალი ხელი უღმარო არა ერთხა რუსეთის ფედერაციისათვის დავუბრუნდეთ გურიის რეგიონს დღეს გამოხდა ხანი 4 წლის თავზე რუსეთმა რომ მოინდომოს ჩოხატაურის ოზურგეთისა და ლანჩხუთის აღება რას იზამდა ნებისმიერი თქვენგანი საქართველოს ხელისუფლების ადგილზე თუ ჩვენ გვექნებოდა ძალა და შესაძლებლობა მათ შორის დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით რომ უკუგვეგდო როგორც უკრაინელებმა მნიშვნელოვანწილად უკუაგდეს მტერი უკუგვეგდო ჩვენ მტერი მაგალითად განგვენდევნა ისევ აფხაზეთის ისედაც ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე და უკრაინელებმა ეს გააკეთეს და თქვენ ქართული ოცნების ტროლები თუ ქართული ოცნების პროპაგანდის ქვეშ მოქცეულები ამტკიცებთ იმას რომ იცით რა არის უკრაინამ უნდა დათმოს ახლა როცა მას ძალა აქვს ყოფნის ასე ვიტყვი უნდა დათმოს დონბასი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოკეი დათმო ვერც ერთი თქვენგანი თქვენ კი არა რუსეთიც კი ვერ ამბობს და არ ამბობს იმას რომ დონბასის ამ ტერიტორიის დაკავების შემთხვევაში და შემდეგ არ შეუტევს პირობითად 1 წლის თავზე ხარკოვს, კიევს, ოდესას, ლვოვსაც კი და მთლიანად არ დაანგრევს უკრაინას წარმოიდგინეთ, დავთმეთ ჩვენ ოზურგეთი, ლანჩხუთი და ჩოხატაური ასე მაგალითად და უცებ რუსები გვეუბნებიან 2 წლის შემდეგ რომ მუცელი ვერ ამოვიყორეთ, ახლა ჩვენ გვაინტერესებს ზუგდიდი, სენაკი და არ ვიცი, წალენჯიხა. მერე გვაინტერესებს ქუთაისი, სამტრედია და ზესტაფონი. მერე გადმოვდივართ აღმოსავლეთ საქართველოში, გვაინტერესებს, არ ვიცი, ხაშური, გვაინტერესებს გორი, გვაინტერესებს ცხეთა და დედაქალაქ თბილისში ბუნებრივია რომ ვერ შენარჩუნდება ყველაზე უფრო პატრიოტული ძალაც კი რაც მეც დაუთმობ, რაც მე ხაშურს ოზურგეთს, ზუგდიდს, სოხუმს დაუთმობ, მით მეტად გათავხედდება რუსეთი, რომ ვიცოდეთ მაინც უკრაინაშიც ასე მოხდებოდა თუ ხდება, მოდით ვგნებავთ ასე ვიტყვი, თუ მეც დაუთმობს და უკრაინა არ დაუთმობს, მაგრამ იანუკოვიჩი რო ყოფილიყო ხო დაუთმობდა,
რაც მეც დაუთმობს ან დაუთმობდა უკრაინა რუსეთს, მით უფრო წინ წაიწევდა რუსეთი საკუთარი ამბიციური განცხადებების ჭრილში და ფიზიკურადაც რასაკვირველია ისე ცდებოდა, რომ დაესრულებინა უკრაინის პატრიოტი ხელისუფლება. არა, თქვენ გაქვთ ამ კითხვაზე პასუხი, რასაკვირველია თუ საქართველოში იქნება ნორმალური ხელისუფლება, რომელიც რუსეთს ეთამაშება, რბილად მოექცევა და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში რასაკვირველია რუსეთი საკუთარ იმპერიულ ამბიციებს ვერ დაიკმაყოფილებს, რაც არსებითი ტყუილია. მინდა გაგახსენოთ, რომ 2013 წლის ნოემბერში იანუკოვიჩი იყო უკრაინის სათავეში, ანუ პრორუსთა შორის, ბევრად პრორუსი მეთქი, ასე გეტყვით, ვიდრე ბიზინა ივანიშვილია, თუმცა მოდი მაინც არ შევადაროთ, იმიტომ რომ ბიზინა ივანიშვილი მაინც იანუკოვიჩის გზაზეა ყველა მიმართულებით და ყველა თვალსაზრისით. მოკლედ 2013 წელია, ნოემბერია, უკრაინას თხოვენ იანუკოვიჩის უკრაინას თხოვენ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას, აი რაზეც ჩვენ მოვაწერეთ ხელი აწპატიმარმა ირაკლი ღარიბაშვილმა და უკრაინას მოსკოვი უშლის ამას, ამის გაკეთებას უკრძალავს. მერე იწყება რევოლუციური პროცესები, რომლებიც სწორედაც რომ თებერვალში 2014 წელს სრულდება, იანუკოვიჩს აგდებენ და ამის შემდეგ იწყება ყირიმის ოკუპაცია. ვინმე იტყვის, რომ რუსეთს განზრახული არ ქონდა ყირიმის ოკუპაცია, ან ვინმე იტყვის, რომ სუვერენული უფლება ამა თუ იმ გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერისა იანუკოვიჩის მთავრობას ჰქონდა, იანუკოვიჩი თუ იქნები, ამ შემთხვევაშიც კი წაგართმევს, ოღონდ თბილად წაგართმევს შენ რუსეთის ფედერაცია, შენს ტერიტორიებს. შევარდნაძე სულაც არ იყო იანუკოვიჩი, არც დასაწყისში არ იყო, მაგრამ შევარდნაძესაც კი გაუბედა და 93 წლის 27 სექტემბერს სრულიად დროებით რასაკვირველია, მაგრამ წაართვა რუსეთმა შევარდნაძის საქართველოსაც კი აფხაზეთი, რომ ვიცოდეთ მაინც. რუსეთს არ სჭირდება არანაირი პრიჩინა იმისთვის, რომ საკუთარი იმპერიული პოლიტიკა განახორციელოს საქართველოში, უკრაინაში, საქართველოში, მთლიანად კავკასიაში, მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცეში, რბილად ხშირ შემთხვევაში, თბილად უმრავლეს შემთხვევაში, მაგრამ როცა სჭირდება უხეში ძალითაც კი მიიწევს ის ცდილობს, რომ წაიციოს წინ და აი აქ გაეჩხირა მას ხელში. თქვენ მოგმართავთ ქართული ოცნების ამორჩევლებო, გაეჩხირა რუსეთს ხელში, სწორედაც რომ უკრაინა, იმიტომ რომ პატარა საქართველოს გადასანაცვლა რუსეთს შეეძლო და შეუძლია, მაგრამ აი შედარებით დიდი უკრაინის გადასანაცვლა მას აღმოჩნდა, რომ არ შეუძლია და აკი ამიტომაც უკვე 4 წელი გავა მას შემდეგ, რაც მიმდინარეობს ეს ჯოჯოხეთური ომი და რაც მნიშვნელოვანია უამრავი პრობლემის მიუხედავად რუსეთს აქვს უზარმაზარი დანა უკრაინის უამრავი პრობლემის მიუხედავად რუსეთს აქვს უზარმაზარი დანაკარგები, უკრაინასაც დიდი დანაკარგები აქვს მისი მასშტაბით რასაკვირველია, მაგრამ უკრაინას შეუძლია გაძლება, უკეთესი დროება, რომ დადგება იმ პერიოდამდე და ახლაც კი შეუძლია რუსეთისათვის წინააღმდეგობის გაწევა და რუსეთის იძულება, რომ მან ვერ მიაღწიოს მის მიერ დასახულ მიზნებს და უკან დაიხიოს. ახლა მე ისევ გურიაზე გკითხავთ, დღეს რომ შემოვიდა, არ მითხრათ ოღონდ გებუდარებით, რომ რუსეთი დღეს არ შემოვა, ბიზინა ოხრა დიდოსტატიაო, დიახ, დიდოსტატი კი არ არის, დიდოსტატია ის ბჭყალებში, მას რბილად და თბილად ყველა სექტორში, მათ შორის ყველა სახელმწიფო უწყებაში შემოხავს რუსები ან ქართულგვარიანი რუსები, რომლებიც საქართველოს დანგრევას უწყობენ ხელს, რომლებიც ანგრევენ ქვეყანას, ინსტიტუციებს ანგრევენ, ფასეულობებს ანგრევენ, განათლებას, იუსტიციას, ჯანდაცვას, თავდაცვას, ინფრასტრუქტურას და ასე შემდეგ ყველაფერს ანგრევენ, რომ იცოდეთ და ამით რუსეთი როგორც მეტასტაზი ისე შემოდის. და ახლა გეკითხებით, კონვენციურად რომ შემოვისულიყო რუსეთი არ შემოვიდეს რა ბიზინა დაუშლის თუ რა ბიზინა გაუწევს წინააღმდეგობას, თუ პრიჩინა სჭირდება ბიზინა ივანიშვილის პარტნიორ რუსეთს საიმისოთ რომ მოინდომოს გალის რაიონი ხო ისედაც აღებული აქვს, მაგალითად ზუგდიდის რაიონი ან სხვა რომელიმე სივრცე ქალაქი სოფელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნისა. ჩვენ წინააღმდეგობა თუ ძალა გვაქვს უნდა გავუწიოთ თუ არა. და თუ მე გეტყვით რომ ძალა უნდა გავუწიოთ, წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მე მართალი ვიქნები და მეცაც გეტყვით, თქვენც ასე ფიქრობთ. თქვენც გგონიათ რომ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ, მომხდურს, იმიტომ რომ არ გავცვლის ალსაკლდეებსა სხვა ქვეყნის სამოთხეზე და ეს თქვენთვისაც მნიშვნელოვანი
პოეტური ქმნილებაა მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა თქვენგანმა არც იცის ვინ არის ავტორი. ცოტა თქვენგანმა, ზოგმა თქვენგანმა იცის ალბათ. მოკლედ, ჩემო კარგებო, უკრაინა იბრძვის, უნდა გაიგოთ ფილოსოფიურად უნდა შეხედოთ საკითხს, უნდა გაიგოთ რა არის რუსეთის ესეთი აგრესიული პოლიტიკის საფუძველი უკრაინაში. მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ ერთიანი SSRK აღადგინოს. ხელს აწერთ. ბიზინა ივანიშვილი რომ ხელს აწერს ერთიანი SSRK-ს შექმნაზე სხვა სახელწოდებით, ეს მას კოჭებში ეთყობა. თქვენ თუ აწერთ ხელს, ან თუ არა და თუ არა წერთ ხელს, მაშ როგორ გაუჭერთ მხარს პირს, რომელიც თქვენი ქვეყნის რეალურ დესუვერენიზაციას განაპირობებს. და ეს პირი კი არის ბიზინა გრიგოლიძე ივანიშვილი. ამ კითხვაზე პასუხი არ აგაქვთ. და ჩოხატაურს ან ოზურგეთს დაიცავდით, ავტომატ წაიღებდით თქვენი მეგობარი გურულების, სახლების, ოდების დასაცავად. აიღებდით თუ არა იარაღს ხელში. მეგობრების, ან გურული ვინც ახართ, გურულები ვინც ახართ, თქვენ სახლებს ლანჩხუთში, სოფელში სადღაც ლანჩხუთის რომელიმე შევარდაზე მამათიდან იყო. მამათში რო გაქვთ რომელიმე თქვენგანს, ან ახლო მდებარე რომელიმე სოფელში თქვენ სახლს, მამაპაპისეულს დაიცავდით. დავიცავდიო იტყვით თქვენ, იმიტომ რომ გული გიძგერთ. ოღონდ ბიზინა ივანიშვილი თქვენ გვერდით არ იდგებოდა. ბიზინა ივანიშვილი თქვენ სახლს რუს პეტროვებს ჩააბარებდა.